წინა ლექციაზე ჩვენ საუბარი დავიწყეთ ბუხტით კავშირიან მიმღებებთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, ასტრონომიული დაკვირვებებისათვის აუცილებელ კომპონენტს შეადგენს სინათლის მიმღები, რათა დავაფიქსიროთ საკვლევი ობიექტი და მიღებული მასალა შევინახოთ, დავაარქივოთ შემდგომი სამეცნიერო კვლევებისათვის. და მუხტით კავშირიანი მიმღებები ამჟამად საყოველთაოდ მიღებულ და გავრცელებულ სინათლის მიმღებებს წარმოადგენენ. ისინი მოიცავენ მცირე ფართობის მქონე ჩიპებს, ხოლო ჩიპები კიდევ მოიცავენ მეტად მცირე, მაგრამ დიდი რაოდენობით სინათლის მიმღებ ელემენტებს, ეგრეთ წოდებულ პიქსელებს. რომელთა ზომა, როგორც წესი, არის 10-დან 30 მიკრონამდე. ჩვენ ვთქვით, რომ მის ძირითად იგი წარმოადგენს ნახევრად გამტარულ ელემენტს. მის საფუძველს წარმოადგენს სილიციუმი, ოღონდ პ-დოპირებული, შემდეგ მასზე მოთავსებულია ფენა n-დოპირებული სილიციუმისა, ანუ ეს დოპირება წარმოადგენს მინარევს, დარიშხანისას ან ფორისას. შემდეგ არის დამცავი და იზოლირებელი ფენა და შემდეგ მოთავსებული არის 3 ელექტროდი, ნახევრად გამჭვირვალე ელექტროდი, პოლისილიკონისა, თითოეულ პიქსელზე. და მიმღებ ზედაპირს გააჩნია ანალოგიური სტრუქტურა, როგორც ვთქვით, სადაც თითოეული უჯრედი წარმოადგენს ცალკეულ პიქსელს. სინათლის მიღების, ანუ ექსპოზიციის მომენტში ხდება თითოეულ პიქსელთან მუხტა პაკეტის დაგროვება, რომელიც გადაეცემა პიქსელთა სვეტების გასწვრივ სერიულ რეგისტრს, რომელიც ახდენს მათ აღრიცხვას და გადაცემას გამაძლიერებელს. და ეს გამაძლიერებელი ჩვენ შევადარეთ კონვეიერის მიერ წყლის სავსე ვედრების გადატანის პროცესს. ჩვენ ვახსენეთ, რომ ჩიპის ფარგლებში პიქსელიდან პიქსელზე მუხტა პაკეტის გადაცემის ეფექტურობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალი, ანუ უნდა ჰქონდეს ძალიან მცირე დანაკარგი, რათა ჰქონდეს ეფექტური ფუნქციონირება მუხტით კავშირიანი მიმღებების. შემდეგ როდესაც ხდება სიგნალის გამაძლიერებელში თითოეული მუხტა პაკეტის გავლა და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თანამედროვე მუხტით კავშირიანი მიმღებების ჩიპები შეიცავენ რამდენიმე გამაძლიერებელსაც კი, ხდება ამ პაკეტების ადეკვატურ ციფრულ ერთეულებად გადაყვანა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში აღინიშნება ADQ სიმბოლოს შემოკლებით, რაც
იშიფრება როგორც adequate digital unit. გარდაქმნის პროცესი ხდება იმგვარად, რომ ერთ ადეკვატურ ციფრულ ერთეულს შეესაბამება ერთზე მეტი ფოტოელექტრონი. ანუ ფოტოეფექტის შედეგად მიღებული ელექტრონი. როგორც წესი, თანამედროვე მუხტით-კავშირიანი მიმღებებში ერთ ადეკვატურ ციფრულ ერთეულს შეესაბამება 2 ან 8 ფოტოელექტრონი. ამ მახასიათებელს გაძლიერების კოეფიციენტი ეწოდება და მას აღნიშნავენ ინგლისური GT. რაც წარმოსდგება ინგლისური შესაწყისისაგან gain. და იგი ტოლი არის ელექტრონების რიცხვი ერთ ადეკვატურ ციფრულ ერთეულზე მოსული ელექტრონული რიცხვის. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახელწოდება ისტორიულად არასწორად შეირჩა. ვინაიდან კოეფიციენტის მაღალ მნიშვნელობას ერთ ფოტოელექტრონზე მოსული ადეკვატური ციფრული ერთეულის დაბალი მნიშვნელობა შეესაბამება. მაგრამ ისტორიულად ეს სახელწოდება მაინც შემორჩა. გაძლიერების კოეფიციენტი გავლენას ახდენს ჩაწერილი სიგნალის სტატისტიკურ თვისებებს. თუ x-ით აღნიშნავთ ჩაწერილ სიგნალს ადეკვატურ ციფრულ ერთეულებში, ხოლო y-ს კიდევ სიგნალს ფოტოელექტრონებში, მაშინ x-ის ვარიაცია ტოლი არის y-ის ვარიაცია გაყოფილი g კვადრატზე. მას შემდეგ, რაც თითოეული პიქსელიდან წამოსული მუხტთა პაკეტი გაივლის რეგისტრს, შემდეგ გამაძლიერებელს მოხდება ციფრულ ერთეულებში გადაყვანა. ბოლოს ხდება მისი გარდაქმნა ვიზუალურ გამოსახულებად. მიმღებში არსებული კომპიუტერის მეშვეობით. შემდეგ მიღებული გამონასახები შეინახება კომპიუტერის მეხსიერებაში. იგი შეგვიძლია ჩავწეროთ DVD დისკებზე და ამგვარად დავაარქივოთ. და ნებისმიერ დროს იგი შეგვიძლია ავიღოთ, დავამუშავოთ. შესაბამისი მზა პროგრამული პაკეტების მეშვეობით. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამათა პაკეტი არის Airafy, რომლის მეშვეობითაც ხდება მრავალი ასტრონომიული სამუშაო ჩატარება. ფოტომეტრია, სპექტრომეტრია, ასტრომეტრია და ასე შემდეგ. შემდეგ გადავიდეთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის მუხტით-კავშირიანი მიმღების დიზაინი. გასული საუკუნის 80-იან წლებში მიდან დაწყებული მუხტით-კავშირიანმა მიმღებმა მრავალგზის განიცადა გაუმჯობესება. და მიუხედავად თანამედროვე მიმღებების შესანიშნავი ხარისხისა, მაინც სახეზე არის ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც გადაჭრა ასტრონომებმა ჯერ ვერ მოახერხეს. მაგალითად, გვაქვს დაბალი მგრძნობიარობა ხილული სპექტრის ლურჯუბანში. შევხედოთ მოცემულ ნომრობას. ეს წარმოადგენს ჩვეულებრივი კლასიკური მუხტით-კავშირიანი მიმღების სპექტრული მგრძნობიარობის ხარისხს. მაგალითად, მოცემული მიმღების შემთხვევაში გვაქვს გრძნობიარობის მაქსიმუმი სპექტრის წითელი და იღბაწითელი უბნების გზაზე. ამ დროს
სპექტრის ლურჯ უბანში პრაქტიკულად მისი ნახევარიც კი არ არის. და საერთოდ ეცემა შემდგომ ახლო ულტრაიისფერი. შესაძლებელი არის რომ კონდეს მაგალითად მაქსიმალური მგრძნობიარობა 5500 ანგსტრემის სიახლოვეს ან 6500 ანგსტრემის სიახლოვეს, როგორც ეს ახასიათებს უმეტესობა თანამედროვე მიმღებებისა, მაგრამ როგორც ეს მათ აქვს დაბალი მგრძნობიარობა სპექტრის ულტრაიისფერში. და რის გამო არის გამოწვეული ეს პრობლემა? მიზეზი მდგომარეობს ელექტროდების და დამცავი ფენის მიერ სპექტრის ამ უბანში არსებული ფოტონების შთანხმებით. CCD-ს მუხტისკავშირიანი მიმღების დიზაინერებმა პრობლემის გადაჭრას ცადეს იმით, რომ შეიქმნა სპეციალური თხელი პოლისილიკონური მასა. მაგრამ მის სრულ გამჭვირვალობას ლურჯი გამოსხივებისა და ჯერჯერობით ვერ მიაღწევს. მიუხედავად არაერთის ცდელობის. მაგრამ ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი კი უკვე არის. მუხტისკავშირიანი მიმღების თავდაპირველ ვერსიასთან. არსებობს პრობლემის გადაჭრის მეორე გზა. შეიქმნა უფრო თხელი უკრიდან განათებადი ჩიპები. ჩვენ აქამდე განვიხილეთ ეგრეთ წოდებული წინიდან განათებადი ჩიპები. უკრიდან განათებადი ჩიპების შემთხვევაში სისხლი დაყვანილი იქნა დაახლოებით 10 მიკრონამდე პიქსელისა და გამოსხივების დაცემა უკვე ხდება არა ელექტროდების, არამედ სილიკონის საფენის მხრით. ცხადია, ასეთ მიმღებებში მკვეთრად გაიზარდა ეგრეთ წოდებული ლურჯი მგრძნობიარობა, მაგრამ აქვს შემთხვევაში ვაწყდებით მთელ რიგს სიძნელეებს. კერძოდ, უკრიდან განათებადი ჩიპი არის გაცილებით მყიფე და არამდგრადი ჩვეულებრივთან შედარებით და გათხელება ხანდახან ზედაპირის გასულ არაერთგვაროვანი არის და ზუსტად აბსოლუტურად ერთგვაროვნების მიღწევა მეტად დიდ ტექნიკურ სირთულეებს აწყობს. მოცემულ ნახაზზე მოყვანილი არის შესაბამისი სქემები, წინიდან განათებადი CCD, ანუ მუხტისკავშირიანი მიმღების საერთოდ ხშირად ხმარობენ ქართულ ენაშიც ტერმინი CCD, ანუ წარმოდგება ინგლისური სახელწოდებისაგან charge coupled device. ჩვენ ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში დაცემა ხდება სინათლის ელექტროდების მხრიდან და სისქე გაცილებით დიდი არის, ვიდრე უკრიდან განათებადი ჩიპების შემთხვევაში, სადაც სილიციუმის საფენის მხრიდან ხდება დაცემა გამოსხივებისა და მის საფენის სიხეციური მცირე არის. და შემცირება რატომ მოხდა? იმიტომ რომ არ მოხდეს ახაც მნიშვნელოვანი შთანხმა და მოხდა პაკეტმა, რაც თავარია, თავი მოიყაროს ელექტროდების მხრიდან. ხოლო მოხდა გადაცემის პრინციპი ახაც იგივე არის, როგორც წინიდან განათებადი ჩიპების შემთხვევაში. კიდევ უკრიდან განათებად ჩიპებს აქვს მეორე ხელისუფლება. კერძოდ, ჩიპის სისქის რიგის ტალღის სიგრძეებზე ეს არის სპექტრის სიმსაწიფო უბანი პრაქტიკულად ადგილი აქვს სინათლის ინტერფერენციულ მოქმედებას. რის შედეგადაც ხშირად მიღებულ გამონასახზე დაიკვირება ეგრეთ წოდებული მოაშიებული უბნები და ხშირად გამოიყენება ინგლისურ ენაში ტერმინი fringing. წარმოვიდგინოთ მოაშიებდა რატყოსად როდესაც არის ხოლმე ძლიერი ყინვა ხდება ფანჯრებზე
გარკვეული ნახატების მაგვარი ან არქიების მაგვარი სტრუქტურების შექმნა. და დაახლოებით მსგავსი სტრუქტურები, ვიზუალურად მსგავსი სტრუქტურები იქნება ექსპოზიციის შედეგად მიღებული გამონაცვლას. აი ეს პრობლემა კიდევ განსაკუთრებით თვალშისაცემი არის, ხომ თუ ვაკვირდებით ღამის ცის გამოსხივებას ემისიურ ფაზებში. გარდა ამისა, უკნიდან განათებული ჩიპების შემთხვევაში მცირდება იმღების გზნობიერება სპექტრი. ასე რომ თუ დაკვირვებებს ვახდენთ 5000 ანგსტრემის ზემოქმედება, მაშინ უმჯობესი არის გამოვიყენოთ წინიდან განათებული მუხტის კავშირი. გადავიდეთ ერთ საინტერესო საკითხზე, რაც არის მუხტის კავშირის მიმღების უპირატესობები, აი სინათლის სხვა მიმღებებთან შედარებით. რა უპირატესობა გააჩნიათ? მათ გააჩნიათ მაღალი კვანტური გამოსავალი. ანუ და რა არის კვანტური გამოსავალი? იგი წარმოადგენს ფოტონთა ხვედრის წილს აი ფოტონთა ხვედრის წილს მიმღების ზედაპირზე მოხვედრილი ფოტონთა სრულ რაოდენობაში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გამონასახვის შექმნაში. მიმღების ზედაპირზე მოხვედრილმა ყველა ფოტონმა თუნდაც აღემატებოდეს ენერგიის იმ ზღვრულ რაოდენობას, მაგალითად 1,26 ელექტრონვოლტს, უფრო მაღალი ენერგია ჰქონდეს ამ სრულ მნიშვნელობაზე, შეიძლება ვერ მოახდინოს გარკვეული მიზეზების გამო ფოტოელექტრონის მაგრამ ამ ხრივ მუხტის კავშირი მიღები რამდენიმე თავით მაღლა დგას სინათლის ისტორიულად უფრო პატრონდელ მიმღებებთან დაკავშირებით. მაგალითად, ადამიანის თვალის შემთხვევაში კვანტური გამოსავლიანობა 1-დან 2% დამოკიდებული ტალღის სიგრძეზე და რა თქმა უნდა კონკრეტულ პიროვნებაზე. ფოტოგრაფიული ემულსიასაც იგივე კვანტური გამოსავლიანობა ყავს, მაგრამ ახლა განსხვავება რაში არის? აი დინამიკური რანგი გაცილებით მაღალი აქვს ადამიანის თვალთან შედარებით. ანუ რა ხდება? ადამიანის თვალი გამონასახის შექმნაში მონაწილეობს აი მყისიერად მასზე დაცემული ფოტონები. მას შემდეგ რაც არ უნდა ვაკვირდეთ, საკაც მას უკეთესად ვერ დავინახავთ. აი ფოტოგრაფიული ემულსიის შემთხვევაში კიდევ რაც უფრო დიდხანს მოვახდენთ გადაღებას, მით უფრო კრთალი საგნებით დაფიქსირდება მას. თუმცა ხანგრძლივობასაც თავისი გარკვეული შეზღუდვა აქვს. ელექტროფოტომეტრის შემთხვევაში გაცილებით მაღალია კვანტური გამოსავლიანობა. იგი მერყეობს 20-დან 30%. აი მუხტის კავშირიანი მიმღებების შემთხვევაში კი ამჟამად არის 70-დან 90%. და მიმდინარეობს მუშაობა ამ მახასიათებლის უფრო გასაუმჯობესებლად. მაგრამ აი ეს კვანტური გამოსავლიანობა ეს არის მოყვანილი ტალღის სიგრძისათვის, რომელიც მიმართაც მიმღები იჩენს მაქსიმალურ ცდილობიერებს. დანარჩენი ტალღის სიგრძეებზე იგი არის. და ზემოთ მოყვანილი მონაცემები სხვა მიმღებებისათვის აი ანალოგიურ ხასიათს ატარებს, მათაც ახასიათებთ მაქსიმალური გზნობიერება ტალღის გარკვეულ სიგრძეზე. მაგალითად, ადამიანის თვალი მაქსიმალურ გზნობიერობას იჩენს 5500 ანგსტრემის სიახლოვეს. ეს არის ყვითელი სინათლე
და როგორც ჩანს მაქსიმალური მგრძნობიარობის სპექტრის ამობაში მდებარეობა ახდენს დაკავშირებულია ადამიანის ევოლუციასთან, კერძოდ მზეც წარმოადგენს თითელ ვარსკვლავს და როგორც ჩანს მას რომ 1000 წლეულების განმავლობაში და 10000 წლეულების განმავლობაში ადამიანთან მის წინაპარს ურთიერთობა უხდებოდა მზესთან და იგი დღისით ეწეოდა თავის საქმიანობას, სწორედ მაქსიმალური მგრძნობიარობა ჩამოუყალიბდა სპექტრის ამ იმ უბანში, რომელშიც მზეს აქვს მაქსიმალური რაოდენობის გამოსხივება. მზე ასხივებს მრავალი ტალღის სიგრძეზე, მაგრამ ყვითელი ფერი მას მიდომ აქვს, რომ აქ უბანში გამოსხივებული კვანტების რაოდენობა გაცილებით დიდი არის სხვა უბანთან შედარებით. და ეს მაქსიმალური რაოდენობა, რა თქმა უნდა, ასახავს დედამიწის ატმოსფეროს მიერ გატარებულ კვანტებში არსებულ გადანაწილებას. ხოლო აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სხვა ცხოველ წერს და კვერწარმავალს კიდევ თვალის მაქსიმალური მგრძნობიარობა სულ სხვა ტალღაზე აქვს, მაგალითად ზოგიერთი ცხოველი და კვერწარმავალი თავის საქმიანობას ეწევა ღამღამობით და როგორც ჩანს მათი თვალის მაქსიმალური მგრძნობიარობა არის მდებარეობს სპექტრის ინფრაწითელ უბანში. წარვით დავბრუნდეთ ჩვენ ლექციის თემაზე. ერთი სიტყვით თავის წინამორბედ სინათლის მიმღებებთან შედარებით მუხტით კავშირიან მიმღებს გააჩნია ბევრად მაღალი კვანტური გამოსახულება. და ამ ფაქტმა უდიდესი გავლენა მოახდინა გამონასახები და სპექტრების მიღებაზე. მისი მეშვეობით ნებისმიერი ტელესკოპის შეღწევადობა გაიზარდა 4-5 ვარსკვლავიერი ტიპისგან. 1 მეტრიანი ტელესკოპით შესაძლებელი არის იგივე შედეგების მიღება, რაც მიიღწეოდა 4 მეტრიანი ტელესკოპის მეშვეობით, მაგალითად ფოტოგრაფიული პირდების შემთხვევაში. შესაძლებელი გახდა მეტად სუსტი გამოსხივების ნაკადების შესწავლა ამის შედეგად. გარდა ამისა, ერთი და იგივე შეღწევადობისას მუხტით კავშირიანი მიმღების მეშვეობით გაცილებით ნაკლები დრო არის საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად, ვიდრე ფოტოგრაფიული პირდების მეშვეობით. მაგალითად, ერთი და იგივე სიზუსტით რომ მივიღოთ 15 ვარსკვლავიერი სიდიდის ობიექტი, მაგალითად, თუ სჭირდება მუხტით კავშირიან მიმღებს 2-3 წუთი, შეიძლება იგივე სიზუსტის მისაღწევად ფოტოგრაფიული ფირფიტას დასჭირდეს 5 საათი, მაგალითად. ცხადია, ეს კიდევ გვაძლევს დროის ეკონომიის საშუალებას. მაგალითად, რომ ავიღოთ ზღურული შეღწევადობა, თქვათ გვაქვს 1 მეტრიანი ტელესკოპი და გვინდა დავაგვირდეთ მე-18 სიდიდის ობიექტს, მაგალითად ჯონსონ-გუზენის სისტემის R-ფერში. ამისათვის, მაგალითად, მუხტით კავშირიან მიმღებს სჭირდება 5-წუთიანი ექსპოზიცია, ხოლო ფოტოგრაფიულ ფირფიტას დასჭირდება 1 საათი.
და როგორც ვთქვათ, გასწვევა უზარმაზარი. ამასთან დაკავშირებით მისი მახასიათებლებიდან და არქიტექტურიდან გამომდინარე, მუხტის კავშირიან მიმღებს გაცილებით უფრო ნაკლები ხმაური გააჩნია, ვიდრე ფოტოგრაფიულ ფირფიტს. ხმაური, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება, რომ ხმაურის ყველა წყაროები, რაც სიბნელის დენი შემცირებული არის და მინიმუმამდე დაყვანილი გაციების მეშვეობით. და შედეგად გვაქვს გაცილებით დიდი სიზუსტე. აღსანიშნავია, რომ მუხტის კავშირიანი მიმღების კვანტური გამოსავლენა შესაძლებელია 100%-ზე მეტი იყოს. შორეულ ულტრაიისფერ და რენტგენული გამოსხივების შემთხვევაში. თუ რა თქმა უნდა სტანდარტად ავიღებთ სპექტრის ხილულობაში არსებულ კვანტურ გამოსავლენას. გარდა ამისა, რით გამოირჩევა კიდევ მუხტის კავშირიანი მიმღების წინამორბედი წინამორბედი მიმღებებისგან. ეს არის ეგრეთ წოდებული სიმკვრივის მრუდი, როდესაც X ღერძზე ხდება ექსპოზიციის ხანგრძლივობის გადაზომა ლოგარითმებში, აქ ძირითადად წუთებში ხდება, ან წამებში დაფიქსირება ერთეულებისა, ხოლო მეორე Y ღერძზე ხდება გადაზომვა გაშავების სიმკვრივისა. როგორც ვიცით, ასტრონომიული კვლევებში ძირითადად გამოიყენება ნეგატივები, ისევე როგორც ფოტოგრაფიული მცირედის ფირფიტის შემთხვევაში შესაძლებელი არის როგორც პოზიტივის, ისე ნეგატივის გამოყენება გაზომვებისათვის. მაგრამ თუ ფოტოგრაფიული ფირფიტის შემთხვევაში მთელი პროცედურები და დროის კარგვა არის საჭირო, რომ პოზიტივიდან ნეგატივიდან გადავიდეთ პოზიტივზე, მაგალითად. აქ კიდევ მეტად მარტივად ხდება შესაბამისი პროგრამაში, რომლითაც ხდება გამონასახის დამუშავება, შევცვლით პარამეტრს, მან პოზიტივი მოგცეთ თუ ნეგატივი. და იგი არავითარ დამატებით სამუშაოების ჩატარებასთან არ არის დაკავშირებული. ერთი სიტყვით, და ამ ნეგატივის შემთხვევაში გამოიყენება ასეთი ტერმინი გაშავების სიმკვრივე. ანუ რაც უფრო კაშკაშა ობიექტია, მით უფრო მეტ გაშავებას მოგცემს იგი მიმღების ზედაპირზე. ადამიანის და თვალის შემთხვევაში მოცემული წრფი უბანი არ გააჩნია და რა არის ეს? საერთოდ გააჩნია მას ეგრეთ წოდებული საწესი პლატო, ანუ მინიმალური სიმკვრივის უბანი, სადაც დროის გაშავების სიმკვრივის ზრდა დროის ზრდის ადეკვატური ან ეკვივალენტური არის. და ეს უბანი გაზომვებისათვის წარმოადგენს არასასურველს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო უნდა ავიღოთ დიდი ექსპოზიციის მქონე დაკვირვება, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი. ანუ მოცემული ხანგრძლივობის პირობებში ჩატარებული დაკვირვება ვერ მოგვცემს ადეკვატურ განსხვავებას კრფალ და კაშკაშა ობიექტებში. შემდეგ მოცემულ უბანს ეწოდება წრფივი, ანუ ეგრეთ წოდებული სამუშაო უბანი, სადაც ექსპოზიციის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად შეღწევადობა იზრდება. ანუ
რაც უფრო დიდხანს ვაგვირდებით, უფრო კარათალ ობიექტებს ვხებულობ და ადამიანის თვალისთვის ეს უბანი არ არსებობს. ხოლო ბოლოს და ბოლოს მიმღებს გააჩნია თავისი სრული ხანგრძლივობა ექსპოზიციისა. როდესაც ხდება უკვე გადაჯერება სინათლის მიმღების და უკვე უფრო ხანგრძლივობით გადაღების შემთხვევაში უკვე რეალობისგან შორს მივდივარ. მაგალითად, ძლიერ და სუსტ ობიექტებს შორის განსხვავება გაშავების სიმბურვეში უკვე რეალობას აღარ ასახავს. პირიქით, აი მოცემულ უბანში თუ გადავედით, შეიძლება სუსტი ობიექტს მეტი გაშავების სიმკვრივე აღმოჩნდეს, ვიდრე კაშკაშა ობიექტს. ვინაიდან იწყება აქ უკვე საპირისპირო პროცესი, მაგალითად. იმისა, რაც ხმანის გამონასაც. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ზონიერება, რომ ისე შევარჩიოთ დაკვირვების ხანგრძლივობა, რომ მოხდეთ მოცემულ უბანში. და ახლა რა ხდება? ფოტოგრაფიული ფირფიტის შემთხვევაში მოცემული უბანი უფრო მოკლე არის, ანუ შესაბამის მროდი უფრო დაბალი გვექნება და სიდის შემთხვევაში გვაქვს იგი უფრო გრძელი. ოღონდ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ნახაზი უნდა ავიღოთ, ვინაიდან სხვადასხვა ხანგრძლივობის დაკვირვებები ხდება. უბრალოდ აქ საუბარი არის მროდის მოცემული ცხვირი უბნისა და საწყისი უბნების ფარდობაზე. ვინაიდან ადამიანის თვალის შემთხვევაში გვაქვს ნულის ტოლი ეს ფარდობა, ხოლო მუხტით კავშირიანი მიმღებისათვის მოცემული უბნის ფარდობა გაცილებით დიდი არის, ვიდრე ფოტოგრაფიული ფირფიტის შემთხვევაში და ეს ამ სიდიდეს დინამიკურ რანგსაც უწოდებენ. და იგი პრაქტიკულად თანამედროვე მიმღებებში 10 ხარისხად მეხუთე წესკი აღწევს. და რა თქმა უნდა, ეს მროდი დამოკიდებულია დაკვირვების ტალღის სიგრძეზე და კონკრეტულ სისიძეზე. მაგრამ ეს სწორედ ის მახასიათებელია, რომლის მეშვეობითაც სისიდი გაცილებით უკეთესი ხარისხისა და სიზუსტის გამონასახებს გვაძლევს. კიდევ ერთი უპირატესობა მუხტით კავშირიანი მიმღებებისა. მას გააჩნია მეტად ფართო სპექტრული მიღებია. იგი აღიქვამს გამოსხივებას რენტგენულიდან დაწყილი 1 მიკრონამდე ჩვეულებრივ პირობებში. მაგრამ არსებობს კიდევ სპეციალური მუხტით კავშირიანი მიმღებები, რომლებიც უფრო გრძელი ტალღის სიგრძეებისათვის მუშაობს. კერძოდ, გამოიყენებოს სხვა ნახევარგამტარები და არა სილიციუმი. ხოლო მაგალითად ადამიანის თვალი რამდენად ათვისებენ უცნობიერია მხოლოდ დაახლოებით 3900-დან 7800 ანგსტრემამდე დიაპაზონში. აგრეთვე ფოტოემულსიები ასევე ვიწრო დიაპაზონებში არიან უცნობიერი და იმის მიხედვით, რომელი ნივთიერებებისაგან დავამზადეთ მას გვაქვს ან ნუ სპექტრის ლურჯ-უბანში მქონე მაქსიმალური უცნობიერების კონექტი ემულსია ან არსებობს სხვა ემულსიები, რომლებიც არის უფრო ცხელი განშვალიანი ზოგიერები. მაგრამ მათი კვანტური გამოსავლიანობა შესაბამისად უფრო იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასტრონომიული დაკვირვებების დროს სასურველ სპექტრის სასურველი უბნის გამოჭრა, ანუ შესაბამის ტალღის სიგრძეების დაკვირვება ხდება სპეციალური ფილტრების მეშვეობით.
და ამისათვის მოვიშველიოთ ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ჯონსონ-ბუზენის ფოტომეტრიული სისტემა UBBRI. შემდეგ მუხტით კავშირიან მიმღებს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა. ესაა შედარებით დაბალი ხმა. მაგრამ მისი უზრუნველყოფა მაინც არსებობს. თანამედროვე მუხტით კავშირიანი მიმღებებისათვის, მაგალითად, ერთ-ერთი სახეობა ხმაურისა, ეგრეთ წოდებული წაგეთქვის ხმაური არის 2-დან 10 ელექტრონ ფიცი. ამ მახასიათებლის შესახებ ვისაუბრებ. ასევე ხმაურის მეორე წყაროს სიგნალის დენით კავშირიანი მიმღები საკმაოდაა შემცირებული აქციების მეშვეობით. აგრეთვე მუხტით კავშირიანი მიმღებების უპირატესობას შეადგენს ბრუნვალე გარჩევადობა. პიქსელების ზომა არის ტიპიურად 10-დან 30 მიკრონი. ეს კი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ განთენილი ობიექტების ან არეების ძალიან კარგი გარჩევადობის გამონაცვლები და რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია კიდევ გრძელ ფოკუსიან ტელესკოპთან კომბინაციაში. აგრეთვე მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ციფრული გამონასახის მიღების საქმეები. რაც იძლევა დროის და ენერგიის ეკონომიას და მზად კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით მათი დამუშავების საშუალებას. და ამასთან ერთად ციფრული მონაცემების შენახვა გაცილებით მარტივ და იაფს სიამოვნებას წარმოადგენს, ვიდრე მაგალითად ფოტოგრაფიული ტიპის შემთხვევაში. ჯერ ერთთანაც ფოტოგრაფიული ტიპები მზადდებოდა სპეციალური ხარისხის მინებზე ხდებოდა ემულსიის დატანა და როგორც წესი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ხმარობდნენ ხოლმე ამ საბჭოური წარმოების ფოტო ფირფიტებს ან ფირმა კოდაკის მიერ წარმოებდეს. და ფირმა კოდაკის მიერ წარმოებული ფოტოფირფიტა თითოეული საკმაოდ ძვირიდებოდა როგორც წესი $20-ზე ზემო. რაც შეეხება მუხტით კავშირიან მიმღებს. მართალი არის ერთი რამ რომ საკმაოდ ძვირია იგი, მაგრამ მაგალითად საკმაოდ ნორმალური ხარისხის მუხტით კავშირიანი მიმღები $10,000-ზე მოკლეს. შეიძლება თუ მისი ზედაპირი დიდი არის, შეიძლება კონდეს $20,000, $30,000 და მეტი დოლარის ღირებულებისა, მაგრამ ამ თანხას ჩვენ ერთხელ ვიხდით და მისი მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ წლების განმავლობაში 10 და 100,000-ობით გამონასახები. და წარმოვიდგინოთ, რომ თითოეულ გამონასახზე შესაძლოა რამდენი დოლარი დაგვიწყდა, ხო? ამ დროს ერთი გამონასახის მისაღებად კიდევ ჩვენ ვახსენეთ აი ფოტოგრაფიული ფირფიტის მეშვეობითება მხოლოდ ერთადერთი გამონასახის მიღება. და ვახსენეთ, რომ კოდაკის ფირფიტა $20-ზე მეტი ძლებოდა. საბჭოური წარმოების ფოტოფირფიტა შედარებით იაფი იყო, მაგრამ მისი მახასიათებელი თვისებები შედარებით დაბალი. ამასთან ფოტოგრაფიული ფირფიტები როგორც ვახსენეთ, მოითხოვს გადაღების შემდეგ სპეციალურ გამზღავნებას და სხვა ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ პროცედურებს. შემდეგ შენახვა უკავშირდება საკმაოდ დიდ პრობლემებს და
იგი უნდა შევინახოთ სპეციალურ პირობებში, მდგრადი ასე რომ ვთქვათ, კლიმატური პირობების შემთხვევაში ოთახში არ უნდა იყოს ნესტი, სადაც ის არის დასაწყობებული, ტემპერატურის ვარიაცია არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, უნდა ხდებოდეს მისი სისტემატიური განიერება, რომ ის მოხდეს მათი მაღალი ხარისხი და დიდხანს შენახვა. ხოლო მუქწიწკავშირიანი მინდვრებების შემთხვევაში მიღებული მასალებთან შეგვიძლია ჩავწეროთ DVD დისკებზე და ამგვარად გაცილებით მარტივად შევინახოთ და ასევე გაცილებით მარტივი არის მისი შემდგომი დამუშავება.